მოგესალმებით მეგობრებო. ეხლა ძალიან გვიანია რეალურად, მაგრამ ეხლა მოვიცალე რომ გავაკეთო ლაივი, დიდი ხანი არ მქონია. შესაბამისად, ბევრს ეხლა ძინავს დარწმუნებული ვარ. მაგრამ ნახავენ ჩანაწერს არაუშავს. დავამატოთ ჩვენი პალოსანტო წმინდა ხე, გავწმინდოთ ენერგეტიკა, როგორც ხედავთ რაღაცა. საახალწლო ანტურაჟი და საახალწლო განწყობა მაქვს. მოკლედ. ეს საინტერესო თემას მინდა შევეხო, ხო? იმას თუ საერთოდ რა მოგვიტანა 2025 წელმა, რატო იყო ისეთ როგორიც იყო და როგორ იქნება 2026, იმიტომ რომ ეს არის ის თემები, რაც ძალიან აქტუალურია ახლა საერთოდ. ხო. პირველ რიგში შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2025 წელი იყო არა მხოლოდ რაღაცა ბრძოლის თვით დამკვიდრების წელი, არამედ დანაკარგების წელი. ხა დანაკარგებში რას გულისხმობთ? ადამიანური დანაკარგები, ანუ ძალიან ბევრი ის გრძელვადიანი ურთიერთობა დაიშალა, ადამიანები დაშორდნენ ერთმანეთს, დაუშვათ ხო, ან მოხდა რაღაცა გახლეჩვა, სეპარაცია, ხო, წელს. რატომ? ზოგადად ითვლება, რომ ვინაიდან 2025 წელი იყო და ნუ არის კიდეც ჯერჯერობით, ხო, 31 დეკემბრამდე. ღამის 12-მდე. 31 დეკემბრის, ნუ მალე იქნება პრინციპში. ითვლება, რომ არის ცხრიანის წელი. ცხრიანი კლასიკურ ტრადიციულ, ესე იგი, ნუმეროლოგიაში, ვედურ ნუმეროლოგიაში ითვლება პიკის წერტილად საერთოდ. რატომ? იმიტომ რომ ის განიხილება ციფრები 1-დან 9-ის ჩათვლით. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ცხრიანს აქვს უკვე ყველაზე დიდი ენერგეტიკა საერთოდ. ანუ ის მოიცავს აი ყველა წინა ციფრის რაღაცა ენერგიას და ეს არის უკვე პიკი. ანუ დავუშვათ, იყო ეს მომენტი, რომ გრძნობდით რაღაცა ტოქსიკურ გარემოს, ან ურთიერთობებში, ან მეგობრებისგან, წლების განმავლობაში და მაინც მიჩვეული იყავით, ხო, ეს მიჩვეული ჭირიო რო იტყვიან, მაგრამ წელს უკვე ვეღარ მოითმნით, ვეღარ აიტანეთ. ან რაღაცა ისეთი სიტუაცია მოხდა, რამაც უკვე დაგანახათ, რომ აი აღარ შეიძლება ამის მოთმენა და დროა დასრულეს ეს ურთიერთობა, ხო? და დასრულდა. ანუ ცხრიანმა რა გაგვიკეთა რეალურად? უბრალოდ თვალები აგვიხილა. უბრალოდ ის რისი დაიგნორებაც აღარ შეიძლებოდა უკვე ამდენი ხნის განმავლობაში და რაც უკვე უნდა დაგვენგრია და ესე იგი წაგვეშალა ჩვენ ცხოვრებიდან, ეს გააკეთა ცხრიანმა. ვიცი რომ ბევრისთვის ძალიან რთული იყო ხა კონსულტაციებზეც ხო განვიხილავთ ხოლმე ამ საკითხს და ბევრი წყური დაშორდა, მოკლედ ბევრი ტრანსფორმაციები იყო, ბევრი ისეთი დანაკარგები და ცვლილებები ადამიანის ფსიქიკა რომ არ არის რეალურად ხო იმდენად მზად, იმიტომ რომ ჩვენი ფსიქიკა ეხლა რასაც ეჩვევა, ის უნდა რომ იყოს მთელი ცხოვრება, თუნდაც ცუდი იყოს რეალურად, ხო? აი ფსიქიკას ყოველთვის უჭირს ასიმილირება, უჭირს ადაპტაცია რაღაცა ახალ გარემოსთან რეალურად, ხო? ეს ასეა. ანუ ისეთი საინტერესო кейსია სხვა შორის ისეთი სოციალურ ფსიქოლოგიაში რომ როდესაც დავუშვათ პატიმარი აი დიდი ხნის განმავლობაში 20 წელი, 8 და 15 წელი და 10 წელი ციხეში იქაურ გარემოს მიეჩვია, გამოვიდა და არა ბედნიერი თავისუფლებაზე. აი ხო თავისუფლად არის მორჩა, გაათავისუფლეს არა, ბედნიერი ისე იქ უნდა და ბევრი ბრუნდება კიდეც მე. რატო? იმიტომ კი არა რომ იქ კარგი იყო, მისი ფსიქიკა უბრალოდ შეეჩვია, უკვე რაღაცა კოგნიტური სქემები ჩამოყალიბდა მის ტვინში, ახლა ფსიქოლოგიას რო ჩავთვალოთ, ხო მე ფსიქოლოგიც ვარ. და შემდგომში ამ სქემების დანგრევას და უკვე რესოციალიზაციას, ანუ რაღაცა ახალი გარემოს მიღებას დიდი დრო ჭირდება, ადაპტაციას რეალურად. აი ამიტომ არის ესე, ანუ რასაც ვეჩვევით წლების განმავლობაში, იმის გაშვება გვიჭერს სულ რო გტანჯავდეს, სულ რო ძალიან მძიმე იყოს და ჯობდეს რო გაუშვა, გვიჭერს ხოლმე, ხო? მაგრამ ამ წელმა 2025 წელმა ზუსტად რომ ეს გაგვაშვებინა, ანუ გაგვაშვებინა ის რაც უკვე აღარაა ჩვენი, ის რაც ნუ გახრჩობს უკვე და გაეშვი და ანებე თავი, მოკლედ ეს ყველაფერი გააკეთა. ამ ყველაფერს დაემატა ის ფაქტიც, რომ ეს არ იყო უბრალოდ რაღაცა ცხრიანის წელიწადი, ეს იყო გველის წელიწადი. პლუს ცხრიანი, ხო? გველის წელიწადი რასთან არის კავშირში, ხო? კრიზისული სიტუაციები და ღრმა ტრანსფორმაციები, ამასთან არის კავშირში რეალურად გველის წელიწადი მეგობრებო. ამიტომ იყო, რომ ეს იყო ესეთი, ასე ვთქვათ, ბომბა კომბინაცია. ეხლა მე ხო გაფრთხილებდით, ხო ისაც გახსოვთ აი რომ ჩავწერე თავის დროზე წინა წელს დეკემბერში ამ წლის პროგნოზი, იქ ვამბობდი, ეხლა ზოგს შეეშინდა, მაგრამ ნუ
ვინც სწორედ აღიქვა და სწორედ გაიგო, მოკლედ მოიმზადა ამ წლისთვის ფსიქოლოგიურად, ხო? თქვი კიდეც რომ ბომბა კომბინაცია მეთქი 2025, იმიტომ რომ თანგველის წელი, თან ცხრიანი, მოკლედ ყველაფერი ერთმანეთში ასე შერწყვა მოხდა, ამ ბომბის, მოკლედ ატომური ბომბი იყო ფაქტობრივად. იმედი ეხა არ დამბლოკავს მე ამ სიტყვის გამო. ხო. საკმაოდ საინტერესო და გამოწვევებით ახსავსე წელი იყო. ეხლა შეგიძლიათ თქვენი გამოცდილებაც დაწეროთ მეგობრებო, ან დაპლიუსდეთ თუ მეთანხმებით და თქვენ ცხოვრებაშიც იყო ეს რაღაცა სერიოზული ნაბიჯები, დასასრული და უშუალოდ მოგიწევთ გარკვეული ადამიანის ან ადამიანების გაშვება, ან იმის გაშვება, რაც წლების განმავლობაში იყო თქვენში, ხო? ანუ საინტერესო იქნება თქვენგანაც რომ მოვისმინე ხა კონსულტაციაზე ბევრი მესმის ასეთი ისტორია და ვიცი კიდეც რომ ეს ასეა, მაგრამ საინტერესოა თქვენგანაც კიდევ დამატებით კომენტარებში რომ მოვისმინოთ ისტორიები, აი თუ ეთანხმებით რომ ეს იყო დანაკარგების წელიწადი, მაგრამ ვიტყოდი რომ ეს დანაკარგები არ არის ნეგატიური პირიქით. ანუ ეს იგივეა, აი ნაგავი რომ მოიშორო ჩვეულებრივად. ეს ასეა რეალურად, ანუ ასე უნდა მიუდგეთ, ხო, რაც მიდის, რაც წავიდა, ესე იგი წასასვლელი იყო ამერიკის განმავლობაში და უბრალოდ ამ წელმა დაგვანახა რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო რეალურად, ხო? რთული წელი იყო, მაგრამ სასიამოვნო არ ვიცი არაფერი მტკივნეულად არ მივიღე. ხო, ეგ სწორია თქვენში, რომ მტკივნეულად არ მივიღოთ, ეს დრამატიზება არ მოხდეს რაღაცეების, კი, არ იყო მარტივი წელი. შემდეგ წელსაც ბევრს ეშინია, რომ ეხა ვიადან ცეცხლის სტიქია, ესე იგი მოკლედ არ ვიცი, ვიღაცებს დაუშინები ხართ, არ ვიცი რატო, რეალურად იმაზე ბევრად მსუბუქი წელი იქნება 2026, ვიდრე 2025 გქონდა, იმიტომ რომ როგორც თქვენ გითხართ, ეს იყო პიკი საერთოდ ეს წელი, ხო? ეგ ყველაფერი მოკლედ ერთბაშად ასე მოხდა. ცხრიანმა იცის ზოგადად, ხო? პლუს, როდესაც შემოვიდა უკვე ეს გველის ენერგია უკვე თებერვლის თვიდან, ნუ რა თქმა უნდა, წავიდა ტრანსფორმაციები, ხო? მაგრამ კიდევ იქნება გველის წელი დაახლოებით ესე თვენახევარი. ანუ ჯერ კიდევ არ დამთავრებულა რეალურად მეგობრებო, იმიტომ რომ 17 თებერვალს შემდეგი წლის შემოდის უკვე ცხენი. ჯერ არ შემოდის, ხა ჩვენ კი გვეჩქარება და გვინდა რომ რაღაცა შემოვიდეს ცხენი. და გაგვამხიარულოს, ხო, ძალიან ისეთი იუმორისტული ნიშანია სხვადასხვა და მხიარული. ტიპიური ცხენი, ხო? ადამიანების ხა თუ ტიპიურია და აქვს თავის ჩინური კალენდარიც არსებობს, ხო? ჩინურ კალენდარში ბაძი რო ქვია, მან დააქვს ცხენი, რამდენჯერმე უმეორდება, ანუ ტიპიური ცხენი თუ ანუ საოცარი იუმორის გრძნობა აქვს ხოლმე ნამდვილად, ხო? თვითონ ეს ნიშანიც ძალიან აქტიური და დინამიურია რეალურად, ხო? ეხლა ბოლო ეს 2 წელი, ხო, ეს დრაკონმა შემოიტანა რაღაცა რეფორმები, ცვლილებები, ის რომ აი მოგვიწია კომფორტ ზონიდან გამოსვლა, რაღაცა გამოღვიძება იყო სულიერი ზოგის ცხოვრებაში, ხო, ზოგი ადამიანის ცხოვრებაში, ტრიგერი, ანუ წინაწელი, გველმა ხო მოიტანა ასმაგი ტრანსფორმაციები და გამოღვიძება და ცოტა ასე შეგვატორტმანა ყველა და გითხრა რომ აი მორჩა ეხა უნდა შენ ვიღაცებზე უარი თქვა და გაუშვა და შენი ძველი ვერსია საერთოდაც უნდა დატოვო, ჩემო კარგო, თუ შენით არიზავ, მე ვიზავ. ანუ მაინც მოგიწევს რომ ეს გააკეთო. მოკლედ ასე გვიქნა ამ წელმა, მაგრამ ეს არაა ცუდი პირიქით, ანუ ძალიან ის მადლიერები უნდა ვიყოთ ჩვენ გველის, იმიტომ რომ ვინც სწორედ მიიღო ამ ენერგიის ასე ვთქვათ მნიშვნელობა ბევრად გაძლიერდნენ სხვადასხვა. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ თუ სწორედ მიიღებთ ამ წლის ენერგიებს, ხო, უფრო და უფრო გაიზრდებით და წინ წახვალთ. როგორც უკვე გითხარით, ჯერ კიდევ თვენახევარი იქნება გველის წელი, ამიტომ ტრანსფორმაციები არ მორჩა, კიდევ იქნება რაღაცა გარკვეული ტრანსფორმაციები, მეგობრებო, აუცილებლად. რაც შეეხება ახლა ცხენს, ახლა ცხენის ენერგიებზეც უნდა ვისაუბრო 2 სიტყვით და უკვე ჩაწერილი მაქვს პროგნოზი რეალურად და დავდებთ საკმაოდ მალე. ესე იგი ბევრი ღამურა გვყავს, ხო? ესე იგი ღამე არის 2 საათი ხდება და არ გძინავს, ხო? ბევრი ღამურა გვყავს მოკლედ. კი ბატონო. ხო, 2026 წლის რეკომენდაციები. ხო, ეხლა მაგაზე უნდა ვისაუბროთ ზუსტადაც რომ 2026. ჯერ ჩავთვით ნუმეროლოგია, დავყოთ ციფრი 2+1
2 + 2 + 6 რა გამოდის ჯამში? გამოდის ერთიანი რეალურად. ხო, აი რომ დავშალოთ. ერთიანი ცხრიანისგან განსხვავებით არის როგორი ციფრი. ახლა ის თუ იყო მარსი და იყო უფრო ბრძოლა, ომი, დაძაბულობა, კრიზისი, მოკლედ გვაყანყალა, ხო ცოტა. მზე არის რა? მზე არის პიროვნული განვითარება, პიროვნული ქარიზმა, გასხივოსნება, ხო, ეს მზის ენერგიებია, ეს ერთიანი რეალურად, ხო? და ერთიანის ენერგია მოგიტანთ გარკვეულწილად ლიდერობას, იმას რომ უფრო მეტად უნდა ფოკუსირდეთ თქვენს თავზე, თქვენს გეგმებზე, თქვენს მიზნებზე, ვინ ხართ თქვენ და ვინ გინდათ იყოთ, ხო? ანუ ეს არის საერთოდ ახალი ციკლის დაწყება არის, მოკლედ მარტივად რომ ვთქვათ, შემდეგი წლიდან. ახალი ციკლი დაიწყო, მეგობრებო, ყველა ცხოვრებაში, კაცობრიობას ეხება საერთოდ, ხო, ეს ენერგია. ამიტომ მზის წელი რომ იქნება, მაქსიმალურად უნდა ვფოკუსირდეთ ჩვენს თავზე, ჩვენს მიზნებზე, გეგმებზე, ხო? და საერთოდ ახალი ენერგიით უნდა შევუდგეთ ახალ საქმიანობას და უშუალოდ ახალ ნაცნობობას. თავისით მოიტანს ეს წელი, ანუ ძალით არც დაგჭირდებათ, რომ რაღაცა თქვენით ასე ვთქვათ, ეძებოთ სიახლეები, თავისით მოვა. ერთიანის წელი რომ გვაქვს ხოლმე, თავისით ხდება ცვლილებები, თავისით ხდება რაღაც ახალი ენერგიების შემოსვლა და როგორ მივიღებთ ამ ენერგიებს, ეს რა თქმა უნდა ჩვენზეც არის მეგობრებო დამოკიდებული. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიყოთ გახსნილები ცვლილებებისთვის, ან ჩავიკეტოთ ჩვენ რაღაცა შიშებში და რაღაცა კოგნიტურ მენტალურ ბლოკებში, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიურად როგორ შევხვდებით, ესე იგი ამ ახალ წელს მეგობრებო, ხო? ამიტომ ვისაც ეშინია შემდეგი წლის, მე გეუბნებით, ნუ გეშინიათ. 2026 ძალიან საინტერესო წელი იქნება, ძალიან ხალისიანი, დინამიური, მოკლედ ვისაც გინდათ მასშტაბირება, მოგზაურობა, იდეალური წელია ამისთვის. რისთვის არა კარგი წელი? იმისთვის თქვენ თუ გინდათ სახლში იჯდეთ და არაფერი აკეთოთ. დიდად სახლური არც არის ცხენის ხუთაშორის, აი ცხენის ნიშანია იყოთვის ცდილობს, რომ ესე იგი გარეთ გავიდეს, ესე იგი გააჭენოს, მოკლედ მოიაროს არე-მარე და ისეთი ადამიანებისთვის ცოტა რთული წელი იქნება, ინტროვერტები რო არიან, აი მაქსიმალური ინტროვერტები და რო არ უყვართ ესე იგი მასშტაბირება და გასვლა გარეთ და არ უყვართ ესე იგი რაღაცა სიახლეები, ხო, აი სტატიკური ინტროვერტი ადამიანებისთვის ცოტა რთული იქნება. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მეტად გავიხსნათ სიახლეებისთვის და მივიღოთ ეს ცხენის ენერგიები მაქსიმალურად დადებითად, ხო? ამიტომ რეკომენდაცია არის ის, რომ მაქსიმალური დინამიკა. არ ვიცი, შედით სპორტზე, ფიზიკურადაც უნდა გააქტიურდეთ, რაღაცა იდეები თუ გაქვთ გონებაში, ჩამოწერეთ და იფიქრეთ ამის რეალიზაციაზე. შანსი მოვა. თუ ეს სწორი საქმეა, თავისით გამოჩნდება რეალურად. ანუ რასაც ვფიქრობთ, ეს იმპულსი ხო ზემოთ ადის კოსმოსში და მე რაღაცნაირად ესე იგი ტრიალდება, იქ მუშავდება და მე ესე იგი ვიბრუნდება ბუმერანგის პრინციპით და რაღაცები ხდება. ცუდს ფიქრობ, კი ბატონო, ცუდს იზიდავ, კარგს ფიქრობ, კარგს იზიდავ. მოკლედ, ეს არის რაღაცა დაუწერელი კანონი, რაც ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გავითამისოთ, ხო? ემიგრანტი ღამურა ვარ. კი ბატონო. ლომებს როგორ წელი გვექნება? აი მაგაზე ახლა მივალ აუცილებლად მეგობრებო, მორიელებიც დავინახე კომენტარებში რომ იყო კითხვა. მოკლედ. აუცილებლად უნდა ვთქვათ ეს ფაქტი, რომ 20 დეკემბრიდან მეგობრებო ლილიტი, შავი მთვარე, რომელიც იყო ამ წლის მარტიდან, ესე იგი მორიელში და მორიელებს რთული წელი ქვათ, არ ქვათ მარტივი წელი. დამთავრდა მოკლედ ეს ლილიტი მორიელში და შევიდა მშვილდოსანში. შესაბამისად მორიელებო 20 დეკემბრიდან მოკლედ გილოცავთ შედარებით, აი უფრო და უფრო ყოველი დღე იქნება უფრო და უფრო მსუბუქი. მოკლედ თქვენთვის, იმიტომ რომ ეს შავი მთვარის ენერგიები წავიდა თქვენგან და შეიძლება ითქვას, რომ შედარებით უფრო კარგი წელი არის 2026 თქვენთვის, ვიდრე იყო 25. ნამდვილად. მithumდეს იმას თუ გავუსვარსებთ, რომ იუპიტერი ესე იგი წარმატების პლანეტა გვაქვს კირჩხებში საერთოდ ივნისამდე. დაახლოებით ესე ივნისის ბოლომდე, შემდეგი წლის, ხო? და თევზებისთვის, მორიელებისთვის, კირჩხიბებისთვის ხო საერთოდ ძალიან კარგი წელი, ანუ წყლის ნიშნებისთვის 2026 მეგობრებო, ხო?
ხო, ეს შავი მთვარე რაც იყო მორიელში, ამანაც ახლა დაგტოვათ, მორჩა, შედარებით განთავისუფლდით. ოღონდ რა თქმა უნდა, პირად რუკაში თუ ლილიტი გაქვთ მშვილდოსანში, ესე იგი ლილიტი, თქვენი პირადი ლილიტი დაგიბრუნოთ, ეს უკვე სხვა кейსია. ანუ ზოგადად ვსაუბრობთ ჩვენ, მაგრამ რა თქმა უნდა, ადამიანის პერსონალური ტრანზიტები ძალიან ბევრს გვეუბნება. ამიტომ ძალიან კარგი არის თქვენი პირადი რუკის ცოდნაც და ტრანზიტული რუკის ცოდნაც, იმისთვის რომ ჩვენ ვრცლად გავიგოთ ინდივიდუალურად თქვენთვის როგორი წელი იქნება. აქ მაინც ესე ზოგადად ვამბობთ. კიდევ წლის ფავორიტი ნიშანი ლომზე რო იყო კითხვა, ლომიც წლის ფავორიტი ნიშნად ითვლება. ესე იგი ლომი და კირჩხიბი, ეს ორი ნიშანი არის მაქსიმალური წლის ფავორიტი, მოკლედ შეიძლება ასე ითქვას. ლომი და კირჩხიბი. ივნისის ბოლოდან უკვე იუპიტერი წარმატების პლანეტა, იღბლის მომტანი პლანეტა შედის ლომში ერთი წლით, ამიტომ ლომებისთვის საკმაოდ კარგი წელი იქნება. და ეს შეეხება რა თქმა უნდა იქ მშვილდოსნებსაც, ხო, და ვერძებსაც რაღაც მხრივ შეეხებათ მერე. მაგრამ ზოგადად მშვილდოსნებისთვის მაინც არ არის ბოლომდე მარტივი წელი, იმიტომ რომ შავი მთვარე გვაქვს მშვილდოსანში რა თქმა უნდა, მაგრამ ცოტა სიტუაციას შეამსუბუქებს უკვე ზაფხულის პერიოდიდან იუპიტერი ლომში. ეს პერიოდი რო იქნება იუპიტერი ლომში, მოძმე ნიშანია მშვილდოსნის და ცოტა წაეხმარება მოკლედ, შეიძლება ასე ითქვას და გაამსუბუქებს ესე იგი ამ ლილიტის გავლენას. ეხლა მშვილდოსნებო, ვიცი, ზოგი დაპანიკდით უკვე ეს რო ვთქვი, მაგრამ არა უშავს. მსგავსი თემა იყო უკვე 2017 წელს გვქონდა ლილიტი მშვილდოსანში, უბრალოდ გაიხსენეთ იმ წელს რა ხდებოდა თქვენ ცხოვრებაში, ხო და იგივე შეცდომები არ დაუშვათ უბრალოდ და უფრო აი გათვითცნობიერებულად მივდექით ცხოვრებაში რაღაცა ქმედებებს, არაყვეთ იმპულსებს, რაც მშვილდოსნებს უყვართ ხოლმე იმპულსებს აყოლა ზოგადად და არ უნდა ჩაიციკლოთ თქვენს რაღაცა იდეოლოგიაზე და იდეებზე და მრწამსზე, იმიტომ რომ შეიძლება ყოველთვის ეს არ მუშაობდეს მოკლედ. ეს არის მნიშვნელოვანი, რაც ყველა მშვილდოსანმა უნდა გაიაზროს, მით უმეტეს ლილიტი მშვილდოსნის პერიოდში, ხო? და ეს პოზიცია მე ყოველთვის მართალი ვარ, ჩემი აზრი ყოველთვის სწორია, როგორც მე ვფიქრობ, ეგრეა მართალი, მოკლედ ეს ყველაფერი უნდა დაამუშავოთ, ხო? მშვილდოსნებზე მაქვს ლაპარაკი, კი ბატონო, ეს ახასიათებს ზოგადად. ეხლა შეიძლება არ აღიარებენ, მაგრამ ეს ასეა. ამიტომ ეს მომენტები თუ არ დაამუშავეთ ეხლა ლილიტი რო შევიდა მშვილდოსანში, ძალიან გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ ბევრი კონფლიქტი იქნება ამის გამო. იმიტომ რომ თქვენ მოგინდებათ რომ თქვენი სიმართლე დაამტკიცოთ ყველანაირად და მოკლედ ამის გამო ბევრი კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას და ეს რა თქვინდა, ხო ჩვენ, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ეს დავამუშავოთ, ხო მშვილდოსნებს მიმართ. და ამას თუ გავიაზრებთ, უფრო მარტივად გაივლით მე აი ამ ლილიტის პერიოდს, ხო, რაც უკვე დაიწყო პრინციპში. ეს ახლა ვისაც ლილიტი მშვილდოსანში აქვს კიდეც პირად რუკაში და ნებისმიერი პირადი პლანეტა რა არის? ხა მზე, მთვარე, ვენერა, მარსი, მერკური, ან შეიძლება იყოს ეს ასცენდენტი. ვისაც გაქვთ მშვილდოსანში, ხო? თქვენს გეხებათ რაღაც მხრივ ეს. აუცილებლად. ეხლა თუ ვენერა დგას ფინანსები და სიყვარული ირთვება და რაღაცა ცდუნებები მაგ მიმართულებით, ხო? თუ მარსი არის აქ აგრესია და ბრძოლა, დაძაბულობა, თუ მთვარე არის ოჯახური პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს, ან ჯანმრთელობის საერთოდ, ხო, ემოციური, მოკლედ, საკმაოდ ღრმა და ვრცელი თემა არის, ხო? ყველამ უნდა ვთქვათ, მოარგოს ეს პროგნოზი თავის პირად რუკას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პირადი რუკა ვიცოდეს და თუ არ გაქვთ შედგენილი მეგობრები პირადი რუკა, არ ვიცი რას ელოდებით, ხო? შეგიძლიათ მოგწეროთ პირადში და გვაქვს ეს სერვისი პირადი რუკის შედგენა და ანალიზის. ხო. უფრო გათვითცნობიერებულად რომ შევხვდეთ შემდეგ წელს. ეს მნიშვნელოვანია პირადი რუკის ცოდნა აუცილებლად. და ხო, ვინც კიდე იწერება კონსულტაციაზე, მეგობრებო, ბოლო რამოდენიმე დღე რაც არის, ანუ ასე 29-30-31, მოკლედ მაგ დღეებში არ მექნება კონსულტაციები. პატარა შვებულებაში გავდივარ, შეიძლება ასე ითქვას. და შეგიძლიათ ჩაეწეროთ უკვე ასე, მეგობრებო, 3 იანვრიდან.
ვისაც გინდათ ჩაწერა კონსულტაციაზე. იქამდე ესე იგი დაიმახსოვრეთ, არ იქნება ამ დღებში კონსულტაციები, ხო? დღესვე შეგიძლიათ დაჯავშნოთ, ეხლა ზოგმა დაჯავშნა უკვე 8 იანვარზე, 9 იანვარზე, 10 იანვარზე, 5-ზე, ხო? ვიღაცებმა დაჯავშნეს წინასწარ. ანუ შეგიძლიათ რომ მოგწეროთ, რომ აი დაუშვათ მინდა ჩავეწერო, ესე იგი იანვრის ამ და ამ რიცხვში. ხო, როგორც თქვი, გითხარით 29, 30, 31 არ მაქვს კონსულტაციები და პირველი 2 არ მაქვს. აი, 3-ში უკვე მაქვს. კი, შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, ვისაც კონსულტაცია გინდათ. კი ბატონო, ეს კარგი რომ გავითვალისწინოთ, ხო? იქამდე ხა ჯერ დრო გაქვთ. ხა 24-ია დღეს, 25, 26, 27, 28 ამ დღეებში მაქვს კონსულტაციები, მაქვს ჯერ კიდევ რამდენიმე ადგილი დარჩენილი, შეგიძლიათ მოასწროთ ჩაწერა ახალწლამდე, ვისაც გინდათ რომ ჩაეწეროთ. კი, მაგრამ 29, 30, 31 გაითვალისწინეთ, რომ არ მექნება ესე იგი. მეც გჭირდება დასვენება. და თქვენც გჭირდებათ დასვენება. კი ბატონო. სატურნი და ურანი მიზის მშვილდოსანში. ხო, სატურნი სოციალური პლანეტა, ურანი ეს თაობებს განსაზღვრავს და ეს ურანი, ნეპტუნი, პლუტონი ზოგადად ისეთი მასშტაბური უზენაესი პლანეტებია, ასე ითვლება ზოგადად. და გააჩნია ხა ტრანზიტების მხრივ, როდის მოხდება ზუსტი შეერთება, ლილიტის შეერთება, ესე იგი ამ პლანეტებთან, აი მერე იქნება გრანდიოზული ცვლილებები, ზუსტად რომ კარიერაშიც, მოკლედ გაშენ მე რამდენი სახში დგას კიდე ეს ურანი და სატურნი, მოკლედ ძალიან ვრცელი თემაა, მაგრამ ექნება გავლენა კი, ექნება გავლენა. ვისაც აქვს პირადი პლანეტები, მათ უფრო აქვთ ხოლმე ესე იგი როგორც ცნობენ ამას, ხო, პირადი პლანეტები და ვისაც ახლა სოციალური და უზენაესი პლანეტები აქვს, ისინიც იფრმობენ რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო აი პირადი პლანეტები, ვენერა, ვისაც ყავს მთვარე, მარსი, მზე, მოკლედ ისინი უფრო გრძნობენ ხოლმე როგორც წესი და ვისაც ლილიტი ყავს მშვილდოსანში დაუშვათ, ხო? მაგრამ ისევ არ უნდა შეგვეშინდეს ახლა ძალიან ეშინიათ ხოლმე ამ ლილიტის და თქვენ რომ იცოდეთ რამდენი ლილიტის ტრანზიტი გაგიuliათ რომ გამოთვალოთ ახლა ხო გადარჩით ხო კარგად ხართ ახლა მაინც ხო ასე თუ ისე და არ უნდა შეგვეშინდეს არანაირად უბრალოდ გასათვალისწინებელია იქ რაღაც ფაქტორები და რჩევები უბრალოდ და მარტივად გაივლით მერე ახლა თქვენ რო იცით რომ ეს პერიოდი დადგა და უფრო თქვენ ცხოვრებაში თქვენ უფრო მარტივად გაივლით თუ ის ადამიანი ვინც არ იცის რა თქმა უნდა თქვენ ამიტომ უკვე წინ ხართ თევზები და ვერძიო. ხო, ვერძისთვის ის საპასუხისმგებლო პერიოდია რეალურად, იმიტომ რომ ამ წლიდან ხო შევიდა უკვე სატურნი, კარმის პლანეტა ვერძში, ამიტომ საპასუხისმგებლო წელი არის და გრძელდება. ეს საპასუხისმგებლო წელი მეგობრებო, ვერძებისთვის გრძელდება. ჯერ კიდევ გვაქვს სატურნი, კარმის პლანეტა ვერძში. რაც შეეხება თევზებს, თევზებისთვის კარგი წელია კი, იმიტომ რომ ეს იუპიტერი გვაქვს კირჩხიბში. წყლის სტიქია და თევზებიც არის რა თქმა უნდა მკვეთრი წარმომადგენელი წყლის ნიშნის. ამიტომ კი, კარგი არის თევზებისთვის ამ შემთხვევაში. მოკლედ შემეტყო რომ ღამეა. მაგრამ არა უშავს. უნდა გამეკეთებინა ლაივი აუცილებლად მეგობრებო. ესე იგი ბოლოს ასუნთვარება და ახალთვარება ამ წელს უკვე გქონდა და სარკისებრი თარიღი 31-12. ამაზე დიდი ხნის წინ გაგაფრთხილეთ მე მქონდა ვიდეო.
ვინც გააკეთეთ მანიფესტაციები ძალიან კარგია. თუ არა და პრინციპში ხა იმდენი ტრადიციული სურვილების ჩაფიქრება გვაქვს ახალ წელს, მეგობრებო, შეგიძლიათ რომ ახალ წელს ჩაიფიქროთ საერთოდ. ეს რო იყო ხოლმე რაღაცა საბჭოთა დროიდან არის წამოსული, ხო? ეს რაღაცა სანამ ესე იგი 12 გახდება, რამდენიმე წუთით ადრე ხდებოდა, ხო? ეს რომ დაწერდნენ ესე იგი თავის სურვილს, მე დაწვავდნენ და ასე შამპანიურში მოკლედ ჩავაგდებდნენ ამ თერფს და სვავდნენ. როგორც ვთქვი, დღემდე აკეთებენ ამას, ბევრი აკეთებს ჩვენთანაც და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აკეთებენ ხოლმე და ბევრი ისტორია მსმენია, რომ ხდება ხოლმე ეს ხუთშაბათი და ძალიან საინტერესო პრაქტიკაა. ესეც შეიძლება გავაკეთოთ თუ არა და კლასიკური შეგვიძლია მანიფესტაცია გავაკეთოთ კლასიკური, როგორც ვიცით, როგორც გასწავლეთ, ხო? ესე იგი ან აწმყო დროში თითქოს ეს უკვე ჩემი, ან ისე თხოვნით, რომ ეს იყოს თქვენი და არ უნდა დავწეროთ სიტყვა არ, ანუ ეს ნეგატიური ფორმულირება არ უნდა იყოს, მოკლედ ეს მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ. ეხლა უნდა ვისაუბროთ მეგობარი ნიშნები. ეს უნდა ვთქვათ. მეგობარი ნიშნები ცხენის. ცხენი მეგობრობს, ესე იგი მეგობრობა შემდეგ ნიშნებთან და ეს კარგია რომ დავიმახსოვროთ, ხო? პირველ რიგში ცხენი მეგობრობს ვეფხვთან. ვეფხვთან, ძაღლთანაც მეგობრობს და თხასთან. ამიტომ ვინც ამ ნიშნების წელს არიან დაბადებულები, საკმაოდ კარგი წელია თქვენთვის ნამდვილად. რაც შეეხება ახლა იმას, ვისთან არ მეგობრობს დიდად, ხო? ეს ნიშნებია მამალი, ხარი, ვირთხა. ანუ ამ ნიშნებთან არ მეგობრობს დიდად. ეხლა მაინც თუ დავპანიკდებით, მაგრამ კარგია რომ რაღაცნაირად გავითვალისწინოთ, რომ უბრალოდ არ მეგობრობს ამ ნიშნებთან. ხო და უბრალოდ მეტად კარგია რომ ასე ვთქვათ, რაღაც მეგობრულად შეხვდეთ, შეეგებოთ და რაღაცად მოთაფლოთ ცხენი, ესე იგი ვინც ამ ნიშნებს მიეკუთვნებთ, ესე იგი, ხო? რომ ჩამოვთვალეს ბოლო 3 ნიშანი. მოთაფლო შეიძლება, რა თქმა უნდა, ცხენის, ხო? ანუ იმ რეკომენდაციებს თუ გაითვალისწინებთ, რაც უკვე ვახსენე. მეგობრებო, ვინც ახლა შემოხვედით, ეს არის ლაივი, ვისაუბრეთ 2025 წელზე, რატომ იყო ისეთი როგორიც იყო, ესე იგი რა კარგული გაკვეთილები იყო ჩვენთვის, რაც უნდა გაგვეარა და როგორ იქნება 2026, ესე იგი შევაჯამეთ ეს ყოველივე. კარგი არის რომ გააზიაროთ ეს ლაივი, იმიტომ რომ ბევრისთვის საკმაოდ საინტერესო და გამოსადეგი ინფორმაცია არის ნამდვილად მეგობრებო. და ვინც ვერ ნახა ეს ლაივი, ნახავენ აუცილებლად მეგობრებო ჩანაწერს. ვისაც გინდათ აურის გავწმენდი ჭხილები, ფინანსების მოსაზრedi ჭხილები, პალო სანტო, ხო ეს ძალიან კარგია ისე რომ გამოვიყავოთ ზუსტად ახალი წლის პერიოდში, მეგობრებო, რომ გავწმინდოთ ენერგეტიკა. ან საკმაოდ თუ გაქვთ, საკმაოდ შეგიძლიათ დაანთოთ, არა პრობლემა. კარგი არის რომ ესე იგი გაწმენდილი ენერგეტიკით შევეგებოთ ახალ წელს, რა თქმა უნდა, ნამდვილი ასტროლოგიური ახალი წელი არ იქნება, მაგრამ ციფრები ხო იცვლება. ხო იქნება უკვე ესე იგი ნუმეროლოგიურად ახალი წელი დგება. ასტროლოგიურად ჯერ არა. ანუ დასავლური ასტროლოგიით იქნება მარტში და ჩინურით იქნება თებერვალში, ხო ეს გითხარით. მაგრამ კალენდარულად ხო იქნება ახალი წელი, ამიტომ მაინც კარგია რომ ახალი ენერგიებით და ესე გაწმენდილი აურით, მოკლედ შევიდეთ აი ამ კალენდარულ ახალ წელში. მეგობრებო. და მალე დაიდება შემდეგი წლის პროგნოზი და საკმაოდ საინტერესო გამოვიდა ნამდვილად და ვამონტაჟებთ ახლა და დაიდება. მეგობრებო, ვინც ვერ დაესწრო ამ ლაივს ნახავენ ჩანაწერს.
ხომ? ვსკროლოთ რამე ხوار გამომრჩა კითხვებს ნახავ. ნუ, პრინციპში არა. გილოცავთ დამტექს.